ლაშა გელაშვილი. ძალიან ბევრი მეკითხება, როგორ კეთდება ზოგადად ფოკუსები. რა არის ფოკუსის მთავარი პრინციპი? მართლა შეუძლია ილუზიონის აზრების კითხვა საგნების ჰაერში აწევა თუ ეს ყველაფერი უბრალოდ ილუზიაა? მე თქვენ დღეს მოგცემ საშუალებას თავად გადაწყვიტოთ, რა არის რეალობა და რა არის ილუზია. სინამდვილეში ილუზიონისტი იყენებს სამი სახის ილუზიას იმისათვის, რომ მან შექმნას სრულყოფილი ილუზია. თითოეული მათგანის დემონსტრირებისათვის კი დამეხმარება ჩვენი უმაგრესი ჟიური. პირველი სახის ილუზია დამოკიდებულია ხელის ისწრაფეზე, როდესაც ხელის ისწრაფით ვატყუებთ თვალს. უსკა მე შენ დააკვირდი პირველ დროში, რომ შენ გექნებოდა ერთ-ერთი მთავარი როლი, ამიტომ მოდი შენი დავიწყებ. მე შენ მოგცემ კარტს, თუ შეგიძლია ანახე მაყურებელს აბსოლუტურად ყველას, რომ რა კარტია და დაგვისახელე ეს კარტი. დაგვისახელე? დამაგული მართალი ხარ, მაგრამ ნახა ყველა ვხედავთ ამ კარტს ჯერჯერობით საინტერესო არაფერი არა, მაგრამ ამ ფოკუსში შენ უნდა მიაქციო მარტო გულს ყურადღებას. ჩათვალე უბრალოდ გულია, კარგი? აქ ხა დამახატია 10-იანი ტურს თუ მევხატი ვარ, მას მნიშვნელობა არ აქვს. აი უბრალოდ გულია. აი ესე გავამიწოდე ხელი და დაიჭირე. ეს თუ გულია, მაშინ აი ფოკუსიდან გამომდინარე, ეს რა კარტი გამოდის? დამააგური. აგური და რა დამააგური. ხო ხდები, მე მაქვს აგური, შენ გაგული. შეამოწმე კიდევ ერთხელ და ისევ დაიჭირე. გული. ისევ დაიჭირე. ჩემი მიზანია, რომ მე შენ იმდენად სწრაფად გაგიცვალო კარტი, რომ ვერც თქვენ, ვერც დარბაზნა და ვერც ტელემაყურებელმა ეს ვერ უნდა შეამჩნიოს. მოდი იცი რა ვქნათ, ჯერ მე მოძრაობას განახებ, კარგად დააკვირდი, დარბაზს თხოვ ძალიან კარგად დააკვირდეს. ჯერ მოძრაობას განახებ, არაფერი არ ხდება, მე უნდა შემოვიდე. შენი კარტი უნდა წავყო. გული მაქვს მე, ძალიან მაგრად მოუჭირე 1 2 3. არ შეხედო ეხლა და მითხარი კარტი გავცვალე თუ არა. არ გამიცვლია. დარბაზი როგორ ფიქრობს, გავცვალე კარტი? არ გაუცვლია კარტი. აი, მოდი იცი რა ვქნათ, მაშინ მითხარი, თუ არ გამიცვლია კარტი, ზემოდან გული უნდა იყოს თუ აგური? აგური. გაგიკვირდება ზემოთ რომ გული იყოს? გული უნდა იყოს. გული მეჭირავს. გული გაგიცვალა მანამ. მოდი, აი კარტები რომ გაცვლით დავხდეს, გაგიკვირდება? გული მანამდე გაგიცვალა. გაგიკვირდება თუ არ გაგიკვირდება? გაგიკვირდება. კაი, ორივე გადმოატრიალე და გვანახე ყველას, გადმოატრიალე ორივე. გული რა გული? გული რა ამბავია? მეორე სახის ილუზია არის უფრო განსხვავებული. ცოტა განსხვავებულია, იმიტომ რომ ამ დროს არა მარტო თვალი, არამედ გონებას ტყუდება. ამისათვის ჩვენ ჩავატარებთ ახლა პატარა ილუზიის ტესტს. ამისათვის ჩვენ ახლა ჩავატარებთ პატარა ილუზიის ტესტს, რომელიც კეთდება სულ 4 თეთრი ლურჯი კარტისგან, 4 ცარიელი ლურჯი კარტით, კარგით? გალბატონო მაკა, თქვენთან მაქვს ერთი კითხვა. როცა უყურებთ ამ ცარიელ კარტებს, სადმე შეამჩნიეთ თქვენ კაროლ ჯვარი? იმიტომ რომ თუ თქვენი პასუხი არის არა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ დანარჩენი 3-იც გამოგებათ, მაგრამ ეს ხომ iluzიის ტესტია. მაგრამ ეს ხომ iluzიის ტესტია, სადაც სამწუხაროდ ყველა ყუდება და სხვათა შორის მათ შორის მე როცა ეს ფოკუსი პირველად ნახე. მაგრამ რა არის, იცით, არსებობს მესამე სახის iluzია, ყველაზე განსაკუთრებული და ყველაზე გამორჩეული. ბატონო ლევან, სამ თქვენთან გადმოვალთ, თუ შეგიძლიათ ზალიკო ესე გამიწოთ ხელი, მე დაგიგებთ კარს და მაყურებელი დააკვირდება, რომ ფოკუსის ბოლომდე მე ამ კარს ხელს არ შევახებ, კარგით? ბატონო ლევან, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, თხოვნა მექნება, რომ მაქსიმალურად გამოყვეთ ფოკუსის ბოლომდე, კარგით? წარმოიდგინეთ, რომ მე ხელში მიჭირავს დას და ჩვეულებრივ იგივე ყუთში დევს ზუსტად ეს დას და ყუთს გავხსნი, ამოვიღებთ კარს, დამიჭრე ყუთი ერთ წამს უსკათ ხონდეს. კარს ავჩეხავ, კარგად ავჩეხავ, მოჭრი, მოდი თქვენს მოჭერით, რო არ გეგონოთ, რომ დაწყობილია ეს კარტი, მოჭერით, დიახ, ნებისმიერი კარტი ამოვიღეთ, რომელიც მე გინდათ. ანახეთ დარბაზს, მე არ მანახოთ. კარგით? და ეხლა გითხარით რა კარტი ამოგევიდათ? მე დამივარდა უკაცრავად. რა კარტი ამოგევიდათ გითხარით? ცხრიანი ჯვარი. ცხრიანი ჯვარი. გადმოატრიალეთ ეგ ცხრიანი ჯვარი. ნამდვილად ცხრიანი ჯვარია. ყველა ვითანხმებით ხო, რომ ნამდვილად ცხრიანი ჯვარი და გადმოატრიალეთ. აი ეს არა ესე, აი ესე გადმოატრიალეთ სადღაცა შეაცვლეთ. მნიშვნელობა არ აქვს, სადმე შეაცვლეთ. აბა გადმოატრიალეთ. აი ეს. აი ესო.
მათხოვეთ თქვენი ყუთი. ინებეთ. დიახ, ჩავდებ კარტს, დავკეცავ და აგერ დავდებ ზალიკოს ხელზე. ეხლა ცხრიანი ჯვარი არ ამოიღო, ჩოულებული. თქვენს მიერ დასახელებული მხოლოდ ცხრიან ჯვარი იყო დასტაში გადმოტრელებული, ხომ მართალი ვარ? ჩვენ რო ეხლა აი კარგად დავაკვირდეთ. აბსოლუტურად ყველა კარტი არის ჩოულ მდგომარეობაში, ხედავთ? მარტო ერთი კარტია გადმოტრელებული, ხედავთ? ბატონო ლევან. კარგით, ყველას ანახეთ თქვენი ცხრიან ჯვარი. მაგრამ თავარი პრინციპი არის ის, რომ ილუზიამ არ უნდა შეგვითრიოს ძალიან, იმიტომ რომ შემდგომ ძალიან რთულია რეალობის და ილუზიის ერთმანეთისგან გარჩევა. ამის ნათელი მაგალითი არის ის, რომ მე ვაშს ნამდვილად მოგბიჭე. რა? მადლობა ყველას. მოაძრო ის ფურცელი. ის ფურცელი ხომ მოაძრო? ნიკა, თქვენს გაოგნებული სახე გაქვთ ჩემსავი და მოგვიყევით რა შეა საქმე. გაოგნებული არ ქვია, მაგრამ შემიძლია უფრო სუსტი აღწერილობა გავაკეთო იმისი, რაც ეხლა მჭირს უბრალოდ არ შეიძლება. ჯერ 12 საათს არ გადაცდა რა. სრულიად გამო ჩვენც ვერაფერი ვერ გავიგე. ვერაფერი ვერ გავიგე. ერთადერთი რაც გავიგე, რომ ყველაფერში მოგვატყუა და როგორ გააკეთა, მე ვერ გავიგე. ჭოლა მიცის ეგეთი და კითხეთ თუ შეიძლება. მართლა ვერაფერი ვერ გავიგე. აი ძალიან მაგარი თავისდება მოახდინა. აგვიხსნი რამეს? მე ვერ აგიხსნით, მაგრამ გეტყვით რომ ძალიან მაგარ ადამიანთან გვაქვს საქმე. ნამდვილად. მე გეტყვით ხო, იმიტომ რომ თქვენ ხო გესმით ეს ამბავი. უცბელად მე ვინც კი მინახია აქამდე ილუზიონისტი, манипуляტორი და ასე შემდეგ, ყველაზე მაგარი ხარ. მე აი პირველად მინდა უცბელად გითხრათ. არა იმიტომ არა მხოლოდ იმიტომ რომ მოგვატყუეთ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მოგვატყუეთ და ეს მოცემულობა ყველა ილუზიონისტისთვის, მაგრამ თქვენ მოგვატყუეთ ელეგანტურად, ნიჭიერად, ძალიან არტისტულად, საოცრება და ძალიან მაგრად. მე რაღაცა მივხვდი ბაშლზე, ცოტა რაღაცას მივხვდი აქა, მაგრამ ცხრიანმა ჯვარმა გადამრია ვერა მოხსენი. თან გვიხსნიდა ამ ყველაფერს, ხო? ლაპარაკი ნატელია ძალიან კარგი ხართ. ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი მომავალი გაქვთ. აიხარეთ. ბრავო! მაგათ ხო თქვენ შეაფასეთ, ხომ არ გამოიცანით რა მაგას არ გიყვარს არა ხო ნამდვილად ყველაზე მეტად ჩვენ გავოგნით დიდად ხო ამ ჟანრთან ესე არ მეგობრობ. ოღონდ ლაშა თქვენ აქ ილუზიაზე ლაპარაკობდით და სუმუდმივად ეს გქონდათ ეს დამოკიდებულება. არ გვატყუებდით, ფაქტურად გვეუბნებოდით, რომ ეს ილუზია ხალხო. თქვენ გამოშტერებულებო. იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ ილუზია. ძალიან კარგი ფორმით მოგვაწოდეთ თქვენი ნომერი. დამბეჭდავი იყო ნამდვილად. წინას არჩევნო ილუზიებში მიიღეთ მონაწილეობა. კეთილი მაინც ხართ თქვენ. დიდი მადლობა ჟიურის მეკი მაყურებელს მოუწოდებ თუ გსურდეს არაჩვეულებრივი ილუზიონისტი იხილოთ ფინალში, მაშინ არ დაკარგოთ დრო, ეხლავე მოიმარჯვეთ მობილური ტელეფონები და დაურეკეთ ნომერზე ბევრი დარეკეთ. ნომერზე 0-933-300-7. ხურმალიანი ზარები ძალიან მნიშვნელოვანია. გავაცილეთ.